გინდა 1 მილიონი ჯემი უფასოდ ერთ წამში. კაი, მოიცა. მოგესალმებით მეგობრებო, ეს ახი პანგინიოა და დღეს ჩემ ვიდეოს უყურებთ. დიდი პაუზის შემდეგ დავბრუნდი და თუ გინდა რომ ბევრი ჯემი მიიღო და დატკბე ვიდეოთი და ჩემი არხი განავითაროთ, მაშინ ბოლომდე დარჩი. ეს არის Brawl Stars-ის უგიჟესი ფაქტები, რომლებზეც არასდროს არ გსმენია. თამაშების უმეტესობა, ვინც 2019 წლიდან თამაშობს, ალბათ 10 კი იცის თუ ბეტაში რა რთული იყო მოძრაობა. იმისთვის, რომ უბრალოდ გადაადგილებულიყავით, ამ პატარა წრეზე უნდა დაგეჭირათ, რაც ძალიან გრძელი იყო. ეს ყველაფერი ძალიან რთული და გაწერილი იყო, რაც მოთამაშეებში დისკომფორტს ქმნიდა. დღესდღეობით ნამდვილად უკეთესია ყველაფერი. მოდი 2019 წელს დავუბრუნეთ, როცა Super OP Star Power-ი ქონდა ჩვენს 8-bit-ზე. ეს Star Power-ი 8-bit-ის სიკვდილის დროს მეორედ აცოცხლებდა. ეს ძალიან მაგარი იყო. ამით შეგეძლო ნებისმიერი იმდროინდელი 20 რანგი ან 30 რანგი ადვილად დაგედო. წარმოიდგინე, უბრალოდ კვდები და თავიდან ჩნდები, იმატებ +1000 და შენი მოწინააღმდეგეები უბრალოდ გიждდებიან. ალბათ ჩემსავით, ერთხელ მაინც გიფიქრია თუ რატომ არ აქვს კარლს 3 ტყვია როგორც სხვა დანარჩენ ბრაულერებს. ამ კითხვაზე პასუხი ცოტა არ იყოს ძალიან მარტივად ჟღერს. წარმოიდგინე კარლს, რომ 3 ტყვის ერთდროულად გაშვების საშუალება ჰქონდეს. მაშინ თუ ეს გააკეთე, დაუმარცხებელი ხარ, რადგან მაპმეიკერის ბაგის დროს კარლი ნამდვილად ლეჯენდარი ბრაულერის ტოლფას უდრიდა. ნახეთ, უბრალოდ შეუჩერებლად ისვრის 3 PK-ს. არ უნდა დაგვაუწყოს მივიწყებული boss fight-ის ბაგი. ალბათ ბავშვობაში და არა მარტო ბავშვობაში ყველას უნდოდა რომ boss fight-ში ბოლო insane 16 დაედო. კი, ეს შეუძლებლად ჟღერდა, სანამ უდიდესი ბაგი არ გაჟღერდა და კი, საქართველოში ენდრიუმ გვაცნო ეს ყველაფერი. ენდრიუმ ელ პრიმოს გაჭედით იხელდა დრო და გაჭედა ბოსი, რის შედეგადაც უცხოელი მოწმობაძეს და უადვილესად დაიდო insane 16. შენ უბრალოდ იმეიჯი გააკეთე, insane 16 შენია შენივე პროფილზე. და 2023 წელს ბლინკები რომ გამოვიდა, იცოდი რომ ლიმიტოს შეგვეძლო ქონოდა? კი, არ მოგესმათ. ბაგის მეშვეობით სპრეიები უბრალოდ სარიელი იყო მისი საფასური. შეგეძლო იმდენი გიყიდა, რამდენიც გინდოდა. უბრალოდ დააკვირდი 0 ბლინკი და ყველა ბრაულერის სპრეი. კი, ძალიან მაგარია. მაგრამ კიდევ კაი არ გავაკეთე, თორემ ყველა მოთამაშის ვინც ეს გააკეთა მინუს ჯემები დაუბრუნა. და შენ იცი რომ თუ წაგების პირას ხარ და თამაში და გამოხვალ თასები არ დაგაგდება, კარგი, ეს ძალიან დიდი ტყუილია, მაგრამ თუ გამოხვალ რანკედიდან 24 საათიან ბას უნდა ელოდო, რადგან სხვა მოთამაშეებს ჩაუშალე ბედი. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ თუ მოიგებ და თამაშიდან შემთხვევით გაგაგდებს ან გახვალ, თასებს აღარ მოგიმატებს, ოჩახ სუპერსელს, ხო ეს ჩემი კაუნტია. და იცოდი რომ ბევრს ჯეროდა Brawl Ball-ში იმპაქტის, რომ თუ ტურეტიან, ანუ ფეთიან ბრაულერს აიღებდნენ და მაგალითად პავს გაუკეთებდნენ, ისინი მათ დაეხმარებოდათ. 2019 წელს ეს გავრცელებული იყო და ასევე ლეირი და ლორის დროს. ისე მაგარი იდეაა, ჩაუვასე შენს თურეს ან ფეთს და გაიტანე. და თუ იცოდი რომ ელ პრიმოს სახე გამოუშვა ერთ ანიმაციაში, კი, ეს ერთის გამოსვლის დროს მოხდა. ერთის კამერებმა ის დააფიქსირეს, როცა სარკეში იხედებოდა და მას გამოიხსნა. კი, როგორც ვატყობთ, ულოშები აქვს. რადგან იღები ვახსენით, მოდი გრიფსაც დავაკვირდეთ. გრიფი შეგვიძლია მოვიცნოთ, რომ ადამიანია. აი, თითს დააკვირდით, გახეული თითი. ან უკან კისერზე დააკვირდით ადამიანის კანის ფერი, თეთრკანიანია. ჩვენი გიჟური ვიდეო კიდე სასრულს მივახლოვდა. შეიძლება თქვათ, სად არის ის მილიონი ჯემი, რასაც ეს ადამიანი კვირდებოდა დასაწყისშიო. კი, ეს ფაქტი იყო, რომელიც ვიდეოში არ ჩავსვი, რადგან ზედმეტად სისხლით მომეჩვენა. კარგით. თუ ამ ვიდეოს კარგად მოეცევით, დალაიქებთ ვიდეოს და დაწერთ კომენტარს და გამომიწევთ. შეიძლება 170 ჯემიც კი გაითამაშოთ. კარგით, ახლა დაგემშვიდობებით, გამოწერა არ დაგავიწყეთ, ნახვამდის.